წინა გადაცემა მიუძღვენით მხოლოდ გეიმერებს, ამიტომ შევეცდები ავანაზგაუროთ და მოგაწოდოთ ყველაზე საინტერესო სიახლეები ტექნოლოგიური სამყაროდან. გამარჯობა. 100 წელზე მეტია რაც Rolls-Royce არღვევს დიზაინისა და ინჟინერიის საზღვრებს. ახლა ისინი გვთავაზობენ მომავლის ხედვას. მათ შექმნეს ავტომობილი, რომელიც არაფრით არ გავს სხვებს. პრემიუმ კლასის ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა კომპანია Rolls-Royce-მა საზოგადოებას წარუდგინა თავის ისტორიაში პირველი კონცეპტ-ქარი. კონცეპტუალურმა ავტომობილმა, რომელიც უფრო ვიღაც მხატვარ ფუტურისტის ხელოვნების ნიმუშს გავს, მიიღო სახელწოდება A3X. ამ პროექტით კომპანიას ჩვენთვის უნდოდა იმის ჩვენება თუ როგორ ხედავს ის მანქანათა მშენებლობის მომავალს, რომელშიც გაერთიანებულია მაღალი ტექნოლოგიები და ის საოცარი ხარისხი, რომლის მიღწევასაც ათეული წლებია ცდილობენ ცნობილი კომპანიის ინჟინრები და მექანიკოსები. X103 წარმოადგენს სრულიად უპილოტო ავტომობილს, ხოლო მგზავრების წინ მართვის პანელის მაგივრად განთავსებულია OLED დისპლეი. მისი დახმარებით ისინი შეძლებენ მაგალითად ფილმის ყურებას ან ვირტუალურ ასისტენტთან ელეონორასთან ურთიერთობას. სალონი დამზადებულია ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მიხედვით. აბრეშუმით მოპირკეთებული დივანი, ძვირფასი ხის ჯიშებისგან დამზადებული პანელები, შალის ხალიჩა იატაკზე. ავტომობილი აღჭურვილია 250 კილოვატის სიმძლავრის ელექტროძრავით. მისი სიგრძე შეადგენს 5.9 მეტრს, სიმაღლე 1.6 მეტრს. 28 დუიმიანი 65 ცალკეული ალუმინის დეტალისგან ხელნაკეთი ბორბლები. რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ესკიზია, მომავლის ხედვა. მაგრამ Rolls-Royce-ის ხელოსნების მიზანდასახულობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ასეთ ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა ექნება მდიდარ ადამიანებს, როგორიც არიან არაბეთის შეიხები, წარმატებული პოლიტიკოსები და ჰოლივუდის კინოვარსკვლავები. ევროპის წამყვანი ქვეყნები უკვე აქტიურ ნაბიჯებს დგავენ ეკოლოგიის დაცვისთვის. ახლა უკვე გერმანიაში ოფიციალურად დადგინდა ვადა, როდესაც აიკრძალება ბენზინური ავტომობილებით გადაადგილება. როგორც ჩანს, გერმანია გახდება პირველი მსხვილი ქვეყანა, რომელმაც დაადგინა ბენზინზე, აირზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის ოფიციალური ვადა. კანონმდებლობაში მსგავს ცვლილებებს განიხილავენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის დანია, ნორვეგია და ინდოეთი. ყველა ეს ქვეყანა გეგმავს ამ მანქანების ჩანაცვლებას ელექტრომობილებით, მაგრამ სანამ ნორვეგიელები და დანიელები განიხილავენ დეტალებს, გერმანიას უკვე შეაქვს აუცილებელი შესწორებები კანონებში, რომლებიც არეგულირებენ ისეთი ავტომობილების ჩამოყვანასა და გაყიდვას, რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს. ამგვარად 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში უნდა შემცირდეს 80-95%-ით. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების მიუხედავად მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელია 1990 წლიდან. ბენზინური ავტომობილების იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვა პროექტის ავტორებს ეკოლოგიურად სუფთა მომავლის გზაზე კარგ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ. მოსახლეობის მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს ელექტრომობილის შესაძენად 4000 ევროს ოდენობის ფასდაკლება. Electric.co-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კომპანია Tesla-მ უკვე გამოხატა თავისი უკმაყოფილება, ხოლო მისი წარმომადგენლები თვლიან, რომ ასე ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის ბაზრიდან გამიზნულ განდევნას ცდილობენ. ეს სრულიად გონივრულია, ვინაიდან ცნობილი გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen ახლა განიხილავს ელექტროავტომობილებისთვის აკუმულატორების აწყობის შესაძლებლობას. სხვა კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი იმაში, რომ არ გაუშვან შანსი ხელიდან და დროულად ჩაერთონ ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურ და თანამედროვე წარმოებაში. გერმანიაში სულ 45 მილიონზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული, აქედან ელექტრომობილების რაოდენობა მხოლოდ 25000 შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ახალი დადგენილება მოქმედებს მხოლოდ ახალ ავტომობილებზე, ამიტომ ძველი ავტომობილებით გადაადგილებას უახლოეს 20 წელიწადში არავინ კრძალავს. ძველი ავტომობილები თანდათანობით ისედაც გაემგზავრებიან ნაგავ საყრელზე და დაუთმობენ ადგილს მოდურ და სუფთა ელექტრომობილებს. საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გამომუშავდება სუფთა ენერგია, ღიად რჩება. კომპანია Open Bionics, რომელიც ქმნის პროთეზებს 3D ბეჭდვის დახმარებით, აპირებს შექმნას ისეთი პროთეზი, როგორიცაა გეიმერებისთვის კარგად ცნობილი თამაში Deus Ex. თანამედროვე ვიდეო თამაშები ძალიან მრავალფეროვანია და ხშირად გამოირჩევიან არა მარტო ლამაზი სურათით, არამედ საინტერესო სიუჟეტითაც, რომელმაც შეიძლება დიდი ხნით მიიქციოს მოთამაშის ყურადღება და მოახდინოს მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სერია Deus Ex, რომელიც შეიცავს ექშენისა და როლური თამაშის ელემენტებს. მისი სამეცნიერო ფანტასტიკური სიუჟეტი კიბერპანკის ჟანრში ძალიან დეტალურად არის შემუშავებული. ყოველი ნაწილის გავლის შემდეგ ფიქრობ, რომ შემდეგის გავლა არც გინდა, სანამ არ გახსნი ყველა ტერმინალს, არ წაიკითხავ ყველა წიგნს და არ გაიგებ უფრო მეც ამ შესანიშნავი სამყაროს შესახებ, რომელიც სავსეა საოცარი შემუშავებებით, სამეცნიერო კვლევებით და ტექნოლოგიებით. ახლა კომპანია Open Bionics, რომელიც ქმნის პროთეზებს 3D ბეჭდვის დახმარებით, აპირებს ნამდვილი პროთეზების შექმნას Deus Ex-ისგან, რომლის შეძენასაც შეძლებს აბსოლუტურად ყველა მსურველი. Deus Ex-ის შემუშავებლებსა და კომპანია Razer-თან ერთად მათ გადაწყვეტეს ტრანსჰუმანიზმის იდეები შეიტანონ მასებში და ცდილობენ გახადონ მათთვის ცხოვრება უკეთესი, ვისაც ასეთი არგუმენტაციები სჭირდება. რა თქმა უნდა, Deus Ex-ის სამყაროს ბნელი მომავალი არ დადგება ახლავე, სამაგიეროდ ადამ ჯენსენის სტილური და ლამაზი პროთეზები შეიძლება სასარგებლო იყოს. ხელებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, მაგრამ ის ძალიან მსგავსი იქნება. შეიძლება დროთა განმავლობაში პროთეზები სხვადასხვა რამით აღიჭურვოს. ამიტომ Open Bionics-ი შესთავაზებენ თავის პროდუქციას არა მარტო ინვალიდებს, არამედ მეცნიერებს, რობოტექნიკოსებს, ასევე ენთუზიასტებს, მათი გაუმჯობესება და სიახლეებით შეიძლება სასარგებლო იყოს. სამა კომპანიამ უკვე გადაინაწილა როლები. Eidos-ის შემუშავებლები შექმნიან პროთეზების კონცეფციასა და დიზაინს. პროტოტიპი ადამის ხელი აშკარად გადმოღებულია Deus Ex-ის ბოლო თამაშების პერსონაჟიდან. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პროთეზი არა მარტო ფუნქციონალური და სასარგებლო იყოს, არამედ ლამაზიც. Razer-ი დაკავებული იქნება პროდუქტის წინწაწევითა და გაყიდვებით. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მათი კამერა Stargazer, რომელსაც შეუძლია მოძრაობის თვალთვალი. მაგალითად, კლიენტებს შესთავაზებენ მათი მომავლის პროთეზების შესაძლებლობების შეფასებას დამატებითი რეალობის დახმარებით ყიდვის წინ. აღსანიშნავია ისიც, რომ Eidos Montreal Open Bionics-თან ერთად უფასოდ დაარიგებს თავისი მუშაობის ნახაზებს. შესაძლოა ეს დაეხმარება მათ სხვა კომპანიების ყურადღების მიქცევაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათი საქმიანობის განვითარებაში. იმ შემთხვევაში თუ მოგბეზრდათ თქვენი smartphone და გსურთ რაღაც ძალიან განსხვავებული, მაშინ ნახეთ ეს ჭკვიანი მოწყობილობა. თან მისი ხელში დაჭერა და თქვენი ჯეკბეღურასთან გაიგივება მომენტალურად მოხდება. მობილური ტელეფონების მომხმარებლების ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდათ რამდენიმე საათით თავიდან მოიშორონ საკუთარი гаджеტი. არიან ისეთებიც, რომლებსაც მათი დანახვაც კი აღიზიანებთ. Runcible ექსპერიმენტალური smartphone-ია, რომელიც შეიქმნა კალიფორნიის შტატში, ბერკლიში. ის მოგვაგონებს GB საათს. არის ძალიან კომპაქტური და ადვილად ეტევა ხელის გულზე. მის ბრტყელ ზედაპირზე განთავსებულია 2.6 დუიმიანი ეკრანი, ხოლო უკანა ამოზნექილ მხარეს მოთავსებულია კამერის ჭრილი. Runcible ტრადიციული smartphone-ებისგან განსხვავდება იმით, რომ ის არ გამოსცემს ხმოვან სიგნალებს, რის გამოც მას ანტი-smartphone უწოდეს. მობილური მოწყობილობა აღჭურვილია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს დამოუკიდებლად შეიძლება მართოს და განსაზღვროს მასთან ურთიერთობა. მოწყობილობას გააჩნია Wi-Fi, Bluetooth, ასევე 7 მეგაპიქსელიანი კამერა, 8 გიგაბაიტი მეხსიერება და LTE-ის შესაძლებლობები. Runcible მუშაობს Buni OS-ის საკუთარი ოპერაციული სისტემით, რომელსაც გააჩნია ასევე უჩვეულო აპლიკაციების მხარდაჭერა. მაგალითად, რუკები მომხმარებელს შესთავაზებენ არა ყველაზე სწრაფ, არამედ ყველაზე საინტერესო მარშრუტს. სამედიცინო პროგრესის თვალსაჩინოებისთვის მოგიყვებით ისტორიას ახალგაზრდა ბიჭზე, რომელსაც 21 საუკუნის შესაძლებლობებმა მას სიცოცხლე მეტრად საოცარი მეთოდით შეუნარჩუნა. ლარკინი 25 წლისაა და დაახლოებით 1 თვის წინ გადაიტანა ნამდვილი გულის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია. სისტემას, რომელიც აცოცხლებდა ლარკინს, ეწოდება Syncardia Freedom Portable Driver. ის განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთა გული სრულიად გაჩერდა. ასე ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ახალი გულის ტრანსპლანტაციის რიგში, შეუძლიათ დაელოდონ თავის რიგს და იმავდროულად იცხოვრონ პრაქტიკულად სრულყოფილი ცხოვრებით. ამ მოწყობილობის წყალობით ის ნამდვილად ცოცხლობდა, ამბობს ლარკინის ქირურგი ჯონათან შაპტი, რომელიც ატარებდა ოპერაციას. რა თქმა უნდა, სისტემა არ იყო კალათბურთის თამაშისთვის განკუთვნილი, მაგრამ სტენმა შეძლო ამ ტექნოლოგიის ფარგლების გაფართოება. სტენი და მისი უფროსი ძმა დომინიკი დაიბადნენ მემკვიდრეობითი კარდიომიოპათიით. დაავადებით, რომლის დროსაც 10-20 წლისთვის გული თანდათანობით კვდება და აღარ შეუძლია ორგანიზმში საკმარისი სისხლის გადაკაჩვა. დომინიკს გაუმართლა და მას გადაუნერგეს ახალი გული დიაგნოზის დასვიდან უახლოეს პერიოდში, ხოლო სტენს მოუწია წელიწადზე მეტი ლოდინი. მთელი ეს დრო ის ცოცხლობდა ორგანიზმში სისხლის გადაკაჩვის პირველი პორტატული ენერგიის წყაროს წყალობით, რომელსაც ის ყოველთვის თან ატარებდა ზურგჩანთით. ეს ძალიან ემოციური თავგადასავალი იყო, ამბობს ლარკინი, რომელიც ახლა 25 წლისაა.
სტენ ლარკინი წელიწადზე მეტი ცოცხლობდა ხელოვნური გულით, რის შემდეგაც მივიდა სამედიცინო ცენტრში ნამდვილი გულის ტრანსპლანტაციისთვის. მე გადავიტანე ნამდვილი გულის ტრანსპლანტაციის ოპერაცია 2 კვირის წინ და ახლა ისე გრძნობ თავს, რომ მზად ვარ მარათონი ვირბინო. მინდა მადლობა გადაუხადო დონორს. ძალიან მინდა შევხვდე მის ოჯახს და გამოხატო ჩემი მადლიერება პირადად. ვიმედოვნებ, რომ ისინი დამთავრდებიან ამ შეხვედრაზე. CRISPR-ის ტექნოლოგიის განვითარება ბადებს კითხვებს ეთიკურობის თვალსაზრისით, თუმცა უდავოა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია უამრავი პრობლემის მოგვარება. სწორედ ამიტომ ჩვენ თვალს ვადევნებთ სიახლეებს მის შესახებ. რეკომბინატული დნმ-ის ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭომ დაამტკიცა ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაციის საკმაოდ პერსპექტიული ტექნოლოგიის გამოყენება. საუბარია CRISPR და Cas9-ის შესახებ, რომლის დახმარებით მკვლევარები გეგმავენ იმუნური სისტემის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას. ორგანიზმში შეყვანილი იმუნური სისტემის მოდიფიცირებული უჯრედები იწყებენ მიზანმიმართულ ძიებას და უჯრედებზე თავდასხმას, რომლებიც პასუხს აგებენ მიელომას, მელანომას, სარკომას და კიბოს სხვა სახეობების განვითარებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ექსპერიმენტი, რომელსაც გვთავაზობენ პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები და რომელიც გაგრძელდება 2 წელი, ატარებს სომატურ ხასიათს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის ფარგლებში არ შეიქმნება უჯრედების ცვლილებები, რომლებიც შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი. მიუხედავად ამისა, მსგავსი ტექნოლოგიის დამტკიცება წარმოადგენს უდიდეს ნაბიჯს CRISPR ტექნოლოგიის გამოყენების ეთიკურობის ირგვლივ გაჩენილი კითხვების საპასუხო და ქმნის პოტენციურ შესაძლებლობებს. ძალიან ბევრი აღნიშნავდა, რომ მოცემული ტექნოლოგია მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შევძლებთ მომავალი ბავშვების პროექტირებას. ამიტომ ორივე მხრიდან განიხილებოდა გენეტიკური მოდიფიკაციის შესაძლებლობების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. როგორც არ უნდა იყოს ექსპერიმენტში, 18 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. პროექტი ჩატარდება 3 სამეცნიერო კვლევით ცენტრში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, ჰიუსტონის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში სან-ფრანცისკოში. ასევე აღსანიშნავია, რომ გენეტიკურ მოდიფიკაციებთან დაკავშირებული ექსპერიმენტები მიღებული არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, ჩინეთმა ამ მხრივ უკვე მიაღწია გარკვეულ შედეგებს. ჩაატარა ემბრიონის ადამიანური გენომის რედაქტირება, შექმნა ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გახდეს მემკვიდრეობითი. თუმცა ამ ექსპერიმენტში საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ გამოიყენებოდა არასიცოცხლესუნარიანი ემბრიონები. ახალი ძრავის სახელწოდებით X-mini არის ძრავა კარტინგისთვის, რომელიც მოცულობით ძალიან პატარა, თუმცა საკმაოდ მძლავრია. ანუ პატარა და მუშა. სტარტაპ Liquid Piston-მა კონექტიკუტიდან განაცხადა მცირე ზომის კარტინგისთვის საკმაოდ კომპაქტური და მსუბუქი, ამასთან მძლავრი ძრავის შექმნის შესახებ. ახალი ძრავის სახელწოდებით X-mini 2 კილოგრამს იწონის. მოიცავს მხოლოდ 3 მოძრავ ნაწილს და გამოიმუშავებს 3 ცხენის ძალას, რაც საკმარისია 20 კილოგრამიანი სტანდარტული ძრავის შესაცვლელად. X-mini დამზადებულია საკუთარი კონსტრუქციის როტორული ძრავის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია Liquid Piston-ის მიერ. ტექნოლოგიის თერმოდინამიური ციკლი მნიშვნელოვნად მაღალ ეფექტურობას იძლევა, ვიდრე ვანკელის ჩვეულებრივი როტორული ძრავი ან ტრადიციული დგუშის ძრავი. როგორც Liquid Piston-ი აცხადებს, ძრავა ამ ეტაპზე ტესტირების სტადიაზეა. დღეისთვის ძრავის მხოლოდ ერთი მუშა პროტოტიპი არის დამზადებული. მომავალში იგეგმება მისი წონის 1.5 კილოგრამამდე დაყვანა, ხოლო სიმძლავრის 5 ცხენის ძალამდე გაზრდა. შარშან Liquid Piston-მა დარპასგან მიიღო $1 მილიონი გრანტი ინოვაციური კომპაქტური ძრავის შექმნაზე. პატარა და მსუბუქი ძრავის გამოყენება იგეგმება უპილოტოებში გენერატორის სახით ან თუნდაც სამხედრო რობოტექნიკაში. არსებობს ბეჭდის სხვადასხვა სახეობა. ბეჭედი, რომელიც ადასტურებს დოკუმენტს, ან ბეჭედი ნიშნობის და ქორწინებისთვის. ბეჭედი სამკაული და ახლა უკვე ბეჭედი, რომელსაც შეუძლია თქვენი სიცოცხლის გადარჩენა. თუმცა არც წინახსენებულ ფუნქციას კარგავს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს. საგანგებო სიტუაციაში ყოველთვის არ არის იმის დრო, რომ ჯიბიდან smartphone-ი ამოვიღოთ, ვიპოვოთ საჭირო ნომერი და დავრეკოთ ახლობელთან ან თუნდაც სამაშველო სამსახურში. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოდგება ახალი гаджеტი ბეჭედი, NIMB, რომელზეც მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით დაუკავშირდებით სამართალდამცვა ორგანოებს, სამაშველო სამსახურს ან ნებისმიერ ადამიანს, ვის ნომერსაც მიუთითებთ საგანგებო კონტაქტის სახით. NIMB არა მხოლოდ უკავშირდება ვისაც საჭიროა, ასევე აგზავნის მათთან თქვენს GPS კოორდინატებს. ბეჭედზე არსებული ღილაკი ისე არის მოთავსებული, რომ მისი შემთხვევით დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც გამორიცხავს ცრუ ზარს. მისი აქტივაციისთვის მას 3 წამის განმავლობაში უნდა დავაჭიროთ.
და თუ მომხმარებელმა შემთხვევით მაინც მოახდინა მოწყობილობის აქტივაცია, მას 20 წამი აქვს იმისთვის, რომ გააუქმოს გამოძახება. ამის გაკეთება მხოლოდ ოფიციალური აპლიკაციით და სამომხმარებლო პაროლით იქნება შესაძლებელი. ამასთან მომხმარებელს ორი სხვადასხვა პაროლი ექნება: ნებაყოფლობითი პაროლი და პაროლი, რომელიც მიახვედრებს მის ახლობლებს, რომ ზარი ზეწოლის ქვეშ გააუქმა, რაც საკმაოდ ჭკვიანი სვლაა დეველოპერების მხრიდან. ადამიანის ადგილმდებარეობა განისაზღვრება რეალურ დროში. თუ კი ცდილობენ მის მოტაცებას ან ავტომობილით წაყვანას, ეს ყველაფერი რუკაზე გამოჩნდება. ბეჭედი NIB smartphone-ის მეშვეობით შეაგროვებს ყველა შესაძლებელ მტკიცებულებას და გააგზავნის მათ მითითებულ ნომერზე. მაგალითად, ჩაიწერს ხმას, რაც კი შემდეგში დაეხმარება სპეცსამსახურებს მსხვერპლის ზევნაში. NIM-ს შეუძლია ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და ასევე ზარის განხორციელებაც. ამასთან, თუ თქვენს ახლობელსაც ექნება NIM, ისინი იგრძნობენ ვიბრაციას, რაც გიკარნახებთ იმას, რომ მეგობარი ან ახლობელი საფრთხეშია. ამ ეტაპზე ბეჭდის დიზაინი არის ქალბატონებისთვის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მომავალში შემქმნელები მამაკაცის ვერსიასაც შექმნიან. მამაკაცებიც შეიძლება მოხვდნენ რთულ სიტუაციაში. ამ ეტაპზე პროექტი ექსკლუზიურია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მომავალში ის მოახდენს ადაპტირებას სხვა ქვეყნებისთვისაც. NIM-ის შემქმნელები გეგმავენ პროექტის Kickstarter-ზე გაშვებას და ამთვის განმავლობაში გაჯეტის გამოშვებისთვის ფინანსების მოძიებას. გაჯეტის ღირებულება შეადგენს $75 მათთვის, ვინც მოასწრებს მის შეძენას სახსრების შეგროვების პერიოდში, ხოლო $150 მათთვის, ვინც მის შეძენას მაღაზიაში გადაწყვეტს. Oculus Rift-მა დაანონსა მისი კონტროლერისთვის შექმნილი რამდენიმე თამაში, თუმცა ისინი ამით შეჩერებას არ აპირებენ, რადგან როგორც ჩანს, ვირტუალური რეალობის მომავალი მართლაც სამგანზომილებაშია. კომპანია Oculus Rift-მა გამოაქვეყნა ახალი ვიდეორგოლი, რომელშიც Oculus Touch კონტროლერისთვის შექმნილი ზოგიერთი თამაში დაანონსა. აცხადებენ, რომ მისი მიწოდება დაიწყება უახლოეს მომავალში. Oculus Touch-ის მხარდაჭერა ექნება 30-ზე მეტ თამაშს, რომლებიც სპეციალურად მორგებული იქნება ვირტუალური რეალობის სისტემასთან. მათ ექნებათ ჟესტებით მართვის მხარდაჭერა, ამიტომ მოთამაშე შეძლებს პირდაპირ გაგებით შეეხოს სათამაშო სივრცის საგნებს. ასევე ნაჩვენები იყო 4 ექსკლუზიური VR თამაში, რომლებიც ექსკლუზიურად Oculus მოწყობილობებისთვის იქმნება. პირველი ტრილერი Wilson Heart, რომელზეც სტუდია Twisted Pixel მუშაობს. გუნდის პორტფოლიოში შედის სარკინიგზო შუთერი The Gunstringer, რომელიც სპეციალურად გამოუშვეს Xbox 360-ის Kinect კონტროლერისთვის. აგრეთვე Explosion Man და რამდენიმე სხვა პროექტი. Wilson Heart-ში მოთამაშე მოირგებს პაციენტის როლს, რომლის გული შეცვალეს უცნაური მოწყობილობით. თამაშზე მუშაობისთვის მოიწვიეს ცნობილი მსახიობები. Recoil ფუტურისტული თამაში სანზარო გეიმისგან, სადაც საჭიროა არენაზე დისკების ტყორცნა. Killing Floor Incursion ცნობილი კოოპერატიული შუთერი, სადაც შესაძლებელია ზომბებისა და სხვა არსებების დაქუცმაცება მოთამაშეების მთელი კლანის დავდასხმით. თამაში Super Hot ახლახანს გამოვიდა რამდენიმე პლატფორმაზე. ახლა მიმდინარეობს მისი ადაპტაცია ვირტუალური რეალობის მოწყობილობებთან. Super Hot ძალიან სტილურად გამოიყურება, ხოლო დრო მასში მოთამაშეებთან ერთად მიდის. ამიტომ Oculus Touch შეთავაზებს მოთამაშეებს ახალ და საინტერესო გამოცდილებას და ეს ყველაფერი ძალიან ეფექტური იქნება. შემუშავებლები აცხადებენ, რომ შემუშავებაში იმყოფება კიდევ რამდენიმე ასეული პროექტი, რომლის ნაწილიც 2016 წლის შემოდგომაზე დაანონსდება. ალბათ სიზარმაცე ძალიან სუდი თვისებაა, თუმცა ზარმაცი ადამიანები, როგორც ყოველთვის, ეძებენ მარტივ გამოსავლებს და შესაბამისად შესაძლოა გენიალურ აღმოჩენამდეც კი მივიდნენ. რადგან ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია. ადამიანები ბუნებით ზარმაცები არიან, ხოლო სიზარმაცე ცნობილია, რომ პროგრესის მამოძრავებლად ითვლება. სავარაუდოდ სწორედ მან უბიძგა ესპანური კომპანიის OHEAS ინჟინრებს შეიქმნათ თვითგასწორებადი საწოლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონება ერთ ეგზემპლარს ვერ გაცდა იმაზე ოცნებას, რომ ჩვენი საწოლებიც თავად გასწორდებიან, ვერავინ დაგვიშლის. მას შემდეგ, რაც ადამიანი გაიღვიძებს, მას მხოლოდ მოუწევს დააჭიროს ღილაკს და ლოგინი თვითონ დალაგდება. თუმცა ღილაკის გარეშეც შესაძლებელია ამის განხორციელება. სპეციალური სენსორების საშუალებით საწოლი თვითონ ხვდება თუ როდის იღვიძებს და მიდის ადამიანის სამსახურში. ასეთ დროს საწოლი გარკვეული დროით ლოდინის რეჟიმში იმყოფება. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი საპირფარეშოში გავიდა და შეიძლება მალევე უკან მიბრუნდეს, ხოლო ლოგინი უკვე ალაგებული დახვდეს. პროექტმა წარმატებას ვერ მიაღწია. საწოლის კონცეფტი პირველად 2012 წელს გავრცელდა Excel-ში. მას შემდეგ კომპანია OHEA დაიხურა. ასე რომ იმედი ვიქონიათ, რომ სოფლიოში კიდევ გამოჩნდება ერთი ზარმაცი გამომგონებელი, რომელიც ესპანელების მიერ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მანამდე კი საკუთარი ლოგინის ალაგება თვითონ მოგვიწევს. დღეისთვის სულ ეს იყო, შევხვდებით ერთ კვირაში.